მოცემული მოგვს ასეთი გამოსახულება. V ხარისხად -6 მეხუთედი გამრავლებული V-ს მეხუთე ხარისხის ფესვზე, ტოლი არის V ხარისხად კასი და ვიცი რომ V მეტი არის 0-ზე. მოდი ახლა გავარკვევთ კარის ტოლია. მინდა რომ მარცხენა მხარეს რა V-ებიც მაქვს, რაღაცნაირად გავაერთიანოთ და უფრო ეგრე გავიგებ რის ტოლი უნდა იყოს K, ხო? ამიტომ მოდი ჯერ ავდგეთ და აი ეს რადიკალი, აი ეს ფესვი გადავწეროთ ხარისხად. ვიცი რომ შემიძლია გავაკეთო ეს ასე. თუ მაქვს მეხუთე ხარისხის ფესვი V-დან, ეს არის იგივე, რაც V ხარისხად 1 მეხუთედი. ამიტომ ახლა ეს შემიძლია გადავწერო როგორც V ხარისხად -6 მეხუთედი გამრავლებული V ხარისხად 1 მეხუთედზე, ტოლია V ხარისხად კასი. ახლა კიდევ ერთ თვისებას გავიხსენებ, რომ x-ი ხარისხად a გამრავლებული x-ი ხარისხად b-ზე არის x-ი ხარისხად a-ს plus b. ანუ როცა ერთნაირ ფუძიან რიცხვებს ვამრავლებ ერთმანეთზე, ამ რიცხვების ხარისხები იკრიბება. ამიტომ შემიძლია აი ეს გავაკეთო V-ებზეც, მაშინ აქ მექნება V ხარისხად -6 მეხუთედს დამატებული 1 მეხუთედი ტოლია, ეს ხუთიანია, ტოლია V ხარისხად კასი. ნაშკარად -6 მეხუთედს plus 1 მეხუთედი არის -5 მეხუთედი, რაც -1-ია. ესე იგი გამოდის რომ V ხარისხად -1 ტოლი გამოდის V ხარისხად კასი, რაც პირდაპირ გვეუბნება რომ K ტოლი არის -1-ის.